1971 წლის 2 დეკემბერს ოფიციალურად დაარსდა არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეს დღე უნდა ყოფილიყო ზეიმისა და ქვეყნისთვის ახალი დასაწყისის დღე. მაგრამ 2 დღით ადრე ირანმა რაღაც გააკეთა, რამაც მათი ურთიერთობა სამუდამოდ შეცვალა. 30 ნოემბრის დილით ირანის ძალები გადავიდნენ აბუ მუსაზე, დიდ ტომსა და პატარა ტომზე. ეს ის კუნძულები იყო, რომლებზეც მაშინ არაბთა გაერთიანებული საამიროები პრეტენზიას აცხადებდნენ. მაგრამ ირანის ჯარისკაცების მისვლისას მათ სწრაფად აიღეს კონტროლი ტერიტორიას. ზოგი არაბი მცხოვრები გააძევეს, პოლიციის სადგურები და სკოლები გაანადგურეს. და შემდეგ გამოაცხადეს, რომ ეს კუნძულები ირანის ტერიტორიის ნაწილი გახდა. დღემდე ირანის ბევრ მეზობელს ძლიერი სიძულვილი აქვს მის მიმართ. ანალიტიკოსები ხშირად ორ მთავარ მიზეზს ასახელებენ. პირველი, ხანგრძლივი კონფლიქტი შიიტებსა და სუნიტებს შორის ისლამურ სამყაროში. მაგრამ მეორე მიზეზი ისაა, თუ როგორ იყენებს ირანი ამ კონფლიქტს თავისი გავლენისა და ძალაუფლების გასაფართოებლად რეგიონში. როდესაც ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობა გამწვავდა, ბევრს ერთი რამ გაუკვირდა. მუსლიმური ქვეყანა პირდაპირ აუპირისპირდა სხვა მუსლიმურ ქვეყანას. სწორედ მაშინ კვლავ გააქტიურდა საუბარი შიიტებსა და სუნიტებს შორის დაყოფას, რომელსაც დიდი ხანია ახლო აღმოსავლეთში მრავალი დაძაბულობის ფესვად მიიჩნევენ. ყველაფერი დაიწყო 1000 წელზე მეტი ხნის წინ, მას შემდეგ რაც წინასწარმეტყველი მუჰამედი გარდაიცვალა. იმ დროს მუსლიმურ სამყაროში დიდი კითხვა გაჩნდა. ვინ უნდა გამხდარიყო ლიდერი მის შემდეგ? იყო ჯგუფი, რომელიც თვლიდა, რომ ალი იბნ აბი თალიბი, წინასწარმეტყველის ბიძაშვილი და სიძე, უნდა გამხდარიყო შემდეგი ლიდერი. მათთვის ლიდერობა უნდა დარჩენილიყო მისი ოჯახის და შთამომავლების ხაზზე. ეს ჯგუფი მოგვიანებით გახდა ცნობილი როგორც შიიტი მუსლიმები. მაგრამ იყო კიდევ ერთი დიდი ჯგუფი, რომელსაც სხვა შეხედულება ჰქონდა. მათთვის შემდეგი ლიდერი არ უნდა შერჩეულიყო სისხლის ან ოჯახის კავშირის მიხედვით. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ლიდერი უნდა არჩეულიყო კონსულტაციისა და საზოგადოების პატივცემული წევრების შეთანხმების გზით. ამიტომ აბუ ბაქრი, რომელიც იყო წინასწარმეტყველის ერთ-ერთი ყველაზე ახლო თანამგზავრი და მისი სიმამრი, აირჩიეს პირველ ხალიფათს. ისინი, ვინც ამ სისტემას მისდევდნენ, მოგვიანებით სუნით მუსლიმებად იწოდებოდნენ. ეს მაშინ მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ დღემდე მისი გავლენა მუსლიმურ სამყაროზე ბოლომდე არ გამქრალა. საუკუნეების განმავლობაში დაპირისპირება უფრო მეტად რწმენისა და რელიგიის საკითხებზე იყო კონცენტრირებული. მაგრამ ეს შეიცვალა მე-16 საუკუნეში, როდესაც საფავიდების დინასტიამ ირანი ოფიციალურად შიიტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ამბობენ, ამის უკან მხოლოდ რელიგია არ იდგა, არამედ პოლიტიკასაც დიდი როლი ჰქონდა. ირანს სურდა თავი დაეცილებინა ძლიერი სუნიტური ოსმალეთის იმპერიისგან, რომელიც იმ დროს რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ იმპერიად ითვლებოდა. მას შემდეგ შიიტობა თუ სუნიტობა მხოლოდ რწმენის საკითხი აღარ იყო. ეს გახდა ძალაუფლებისთვის ბრძოლის, გავლენისა და კონტროლის ნაწილი ახლო აღმოსავლეთში. დღევანდელობაში მუსლიმების დაახლოებით 85-დან 90%-მდე ხელმსოფლიოში სუნიტებია. ხოლო შიიტების რაოდენობა გლობალურად მხოლოდ 10-დან 15%-ს შეადგენს. შიიტი მუსლიმების დიდი ნაწილი ირანში, ერაყსა და აზერბაიჯანშია თავმოყრილი. ასევე დიდი შიიტური თემებია ლიბანში, იემენში, ბარეინში, ქუვეითში, საუდის არაბეთში, პაკისტანსა და ავღანეთში. მაგრამ 1979 წლიდან ირანმა თანდათან დაიწყო საკუთარი თავის პოზიციონირება როგორც მთავარი დამცველი შიიტური თემებისა მუსლიმური სამყაროს სხვადასხვა ნაწილში. და აქ მათი გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდა. ისინი მხოლოდ შიიტების ლიდერებად არ წარმოაჩენდნენ თავს, მათ ასევე შექმნეს იმიჯი, რომ ისინი იყვნენ დაჩაგრულთა ხმა დასავლური ძალებისა და ზოგიერთი სპარსეთის ღურის არაბული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამის გამო მათ უფრო ფართო მხარდაჭერა მოიპოვეს სხვაგანაც. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმურ სამყაროში ყველაზე დიდი მოსახლეობა არ ყავთ. მაგრამ მათი გავლენის გაფართოებასთან ერთად სხვა ქვეყნებში დაძაბულობაც კიდევ უფრო გამწვავდა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოვლენა მოხდა 1987 წლის 31 ივლისს მექაში ჰაჯის პილიგრიმობის დროს. როდესაც ათასობით ადამიანი პილიგრიმობაში იყო, ირანელ პილიგრიმებსა და საუდის არაბეთის უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოხსენებების მიხედვით ირანელმა დემონსტრანტებმა ჰაჯის დროს ამერიკისა და ისრაელის წინააღმდეგ დაუშვებელი პროტესტი გამართეს. მაგრამ სიტუაცია სწრაფად გადაიზარდა არეულობასა და ჭკლეტაში. ამის გამო საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. მალე გაბრაზებულმა ირანელმა მომიტინგეებმა საპასუხოდ საუდის არაბეთის საელჩო თეირანში დაარბიეს. ეს ინციდენტი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი ამ ორი ქვეყნის დაპირისპირებაში იმ პერიოდში. სინამდვილეში ისინი უბრალოდ პოლიტიკური მეტოქეები არ იყვნენ, საუდის არაბეთს და ირანს ორივე სურთ, რომ ისლამური სამყაროს ნამდვილ ლიდერად არიქვამდნენ. საუდის არაბეთს ეკუთვნის ისლამის ორი ყველაზე წმინდა მეჩეთი, მექა და მედინა.
ამიტომაც სამეფოს განსაკუთრებული რელიგიური ავტორიტეტი აქვს მრავალი სუნიტი მუსლიმისთვის მთელ მსოფლიოში. ამიტომ, როდესაც ირანმა 1979 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო იმის ჩვენება, თითქოს ისინი იყვნენ მთელი მუსლიმური საზომური საზოგადოების ნამდვილი ხმა, ეს პირდაპირი საფრთხე იყო ერ-რიადისთვის. ორი ქვეყანა, ორი განსხვავებული რწმენა, მაგრამ ორივე სურს, რომ ისლამური სამყაროს მთავარ ლიდერად აღიარონ. და ეს მხოლოდ რელიგიას ან იდეოლოგიას არ ეხება. როცა ირან-ერაყის ომი დაიწყო 1980-იან წლებში, საუდის არაბეთმა მილიარდობით დოლარი დახარჯა სადამ ჰუსეინის მთავრობის მხარდასაჭერად. მათი ნამდვილი მიზანი მაშინ იყო ირანის რევოლუციური იდეოლოგიის არაბულ სამყაროში გავრცელების შეჩერება. მაგრამ კიდევ ერთი მიზეზი არსებობს, რატომაც საუდის არაბეთი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს ირანის მიმართ. საუდის არაბეთის შიგნითვე არსებობს შიიტური უმცირესობა, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით 10-დან 15%-ს შეადგენს. მათგან უმეტესობა აღმოსავლეთ პროვინციაში ცხოვრობს, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, როგორიცაა ქათიფი და აღმოსავლეთ პროვინცია უბრალო რეგიონი არ არის. იქ მდებარეობს საუდის არაბეთის ნავთობის მარაგების დიდი ნაწილი. ამიტომ რიადი დიდი ხანია ეჭობს, რომ ირანი ცდილობს გავლენა მოახდინოს ამ რეგიონში შიიტურ თემებზე. ზოგიერთი საუდის არაბეთის ოფიციალური პირის თქმით, ირანი ამას იყენებს იმისთვის, რომ დაძაბულობა გამოიწვიოს და სამეფოს სტაბილურობა შიგნიდან შეასუსტოს. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა 2016 წელს, როდესაც საუდის არაბეთმა სიკვდილით დასაჯა ცნობილი შიიტი სასულიერო პირი ნიმრ ალ-ნიმრი. ამ ინციდენტის შემდეგ ბევრი ირანელი მომიტინგე განრისხდა და მათ თეირანში საუდის არაბეთის საელჩოდე თავდასხმა განახორციელეს. პასუხად საუდის არაბეთმა საბოლოოდ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან და ამას მათი რამდენიმე მოკავშირეც შეუერთდა. 7 წელი დასჭირდა, სანამ ამ ორ ქვეყანას შორის კვლავ ფორმალური ურთიერთობები აღდგებოდა. მაგრამ საუდის არაბეთისთვის აქ მხოლოდ უსაფრთხოება არ დგას სასწორზე, არამედ ეკონომიკაც. საუდის არაბეთის მომავალი დამოკიდებულია ვიზია 2030-ზე, ეს არის უზარმაზარი გეგმა, რომლის მიზანია ქვეყანა გლობალურ საინვესტიციო და ტურისტულ ჰაბად გადააქციოს და შეამციროს მისი დამოკიდებულება ნავთობის ინდუსტრიაზე. მაგრამ არსებობს ერთი დიდი პრობლემა. ეს გეგმა შეუძლებელი იქნება, თუ მთელი რეგიონი არეულობაში იქნება. ამიტომ, როცა საუდის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმა ხდება, რიადი ამას აღიქვამს როგორც პირდაპირ საფრთხეს მათი ეკონომიკის მომავალისთვის. განსაკუთრებით 2019 წელს მომხდარი თავდასხმების დროს და კვლავ 2026 წელს. საუდის ლიდერებისთვის თითქოს ირანი ცდილობს შეაჩეროს ან შეაფერხოს ქვეყნის განვითარება და წინსვლა, სანამ ის საბოლოოდ მიაღწევს წარმატებას. მაგრამ ყველაზე მეტად საუდის არაბეთს ერთი რამ აშინებს. ირანის ბირთვული პროგრამა. საუდის ოფიციალურმა პირებმა რამდენჯერმე ნათლად განაცხადეს, რომ თუ ირანი ბირთვული იარაღს შექმნის, მათაც მოუწევთ საკუთარი ბირთვული არსენალის შექმნა. 2026 წლისთვის ირანის ურანის გამდიდრება თითქმის იარაღისთვის საჭირო დონეს უკვე მიაღწია. და ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საუდის არაბეთმა კიდევ უფრო გააძლიერა თავისი თავდაცვის სისტემები. მაგრამ როდესაც დაძაბულობა იზრდებოდა, ერთი ქვეყანა ცდილობდა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის მოგვარებას. ჩინეთი. 2023 წელს ჩინეთმა ხელმძღვანელობდა პეკინის შეთანხმებას, რომელმაც საუდის არაბეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა 7 წლიანი პაუზის შემდეგ. და 2025 წლის აპრილში საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი ხალიდ ბინ სალმან ალ-საუდი პირადად ეწვია თეირანს, რათა შეხვედროდა ალი ხამენეის. გარედან ჩანს, რომ ორივე ქვეყანამ კონტროლირებადი ურთიერთობები აირჩია პირდაპირ ომზე. მაგრამ ყველა იმ შიშის უკან და პირველადი შეხვედრების შემდეგ ხამენეი და ხალიდ ბინ სალმან ალ-საუდი თვლიან, რომ საუდის არაბეთი არის მონარქია, რომელსაც დიდი ხანია ამერიკა უჭერს მხარს და რომელიც რეგიონში სხვადასხვა ექსტრემისტულ ჯგუფებთან არის დაკავშირებული. ირანიც თვლის, რომ საუდის არაბეთი დასავლეთის ძალებთან ერთად ცდილობს მათი გარშემორტყმას და კონტროლს. და რადგან ორივე მხარეს ღრმა ეჭვები აქვს, ნებისმიერ შეთანხმებას გაუჭირდება მკრადობა. სწორედ ეს მოხდა. 2026 წლის თებერვალში აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შემდეგ ირანზე, ირანმა საფასუხოდ რაკეტები და დრონები გაუშვა საუდის არაბეთის რამდენიმე ქალაქისკენ. ირანის თქმით, საუდის არაბეთი დასავლეთის სამხედრო ოპერაციებს ეხმარება რეგიონში. მოკლე დროში თითქმის მთლიანად დაინგრა ნდობა, რომელიც პეკინის შეთანხმების ფარგლებში ხელახლა იყო აღდგენილი. მაგრამ თუ არსებობს ქვეყანა, რომელმაც ირანში მართლაც ღრმა ჭრილობა დატოვა, ერთ-ერთი მათგანი ერაყია. მათი დაპირისპირება მხოლოდ დღეები ან თვეები აგაგრძელებულა. ეს 8 სასტიკი წელი გაგრძელდა. ირან-ერაყის ომი 1980 წელს დაიწყო და მილიონზე მეტი სიცოცხლე შეიწირა. ომმა ორივე ქვეყნის ეკონომიკა, სამხედრო ძალა და მომავალი გაანადგურა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რამდენად მძიმე იყო მათი გამოვლილი გზა, 2003 წელს დიდი ცვლილება მოხდა.
და ირონიულად რო ჟღერდეს, ეს არ მოხდა. ირანმა პირდაპირ ნაბიჯი გადადგა, როდესაც ამერიკამ ერაყი დაიპყრო და ქვეყნის ძველი ძალაუფლების სტრუქტურა დაანგრია, გააქრა ყველაზე დიდი ბარიერი, რომელიც ირანის გავლენას მის დასავლეთ საზღვარზე აფრეხებდა. და იქიდან ირანის გავლენა თავად ერაყში ნელ-ნელა გაღრმავდა. ამის შემდეგ მოხდა ის, რასაც ბევრი ერაყელი ნაციონალისტი შუმის შეჭრის სახელით აღწერს. ირანი არ მოსულა თანკებით ან ათასობით ჯარისკაცით. ამის ნაცვლად მან ნელ-ნელა გააფართოვა თავისი გავლენა პოლიტიკის, ფულის, მილიციების, ბიზნესისა და რელიგიის მეშვეობით. მაგრამ ერაყის რეალური მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია. ირანის გავლენაზე გაბრაზება მხოლოდ ერთი ჯგუფიდან არ მოდის. ერაყში სხვადასხვა საზოგადოებას თავისი მიზეზი აქვს, რატომაც არ ენდობა თეირანს. ერაყის მოსახლეობის დაახლოებით 60% შიიტი მუსლიმია. ამიტომ ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტია და შეიარაღებული ჯგუფი, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ, სავარაუდოდ პირდაპირ კავშირში არიან თეირანთან და ირანის რევოლუციურ გვარდიასთან. ამიტომ ირანს ძლიერი გავლენა აქვს არა მხოლოდ ერაყის საგარეო პოლიტიკაზე, არამედ მის უსაფრთხოების ინსტიტუტებსა და ენერგეტიკის სექტორზეც. ამ გავლენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმბოლოა PMF, ანუ სახალხო მობილიზაციის ძალები. ეს არის ჯგუფი, რომელიც ძირითადად შიიტი მილიციებისგან შედგება და თავდაპირველად შეიქმნა ISIS-ის, ანუ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად. და სიმართლე რო ვთქვათ, მათ მართლაც დიდი როლი ითამაშეს მშვიდობის დამყარებაში. მაგრამ ISIS-თან ბრძოლის შემდეგ ისინი არ გაუჩინარდნენ. ამის ნაცვლად ისინი მუდმივ ძალაუფლების ცენტრად იქცნენ თავად ერაყის სახელმწიფოში. მართალია ზოგიერთი ამ ჯგუფებიდან უფრო მეტად უსმენენ თეირანს, ვიდრე თავად ერაყის პრემიერ-მინისტრს. ეს შეშფოთება სულ უფრო იზრდებოდა, სანამ იმ დონემდე მივიდა, რომ 2026 წლის გაეროს სხდომაზე თავადაც იქნა განხილული. ეს იყო პირობა, რომ ერაყის მთავრობამ უნდა აკონტროლოს მილიციები ამერიკული უსაფრთხოების დახმარების სანაცვლოდ. მაგრამ მაშინ, როცა ძლიერ ჯგუფებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს, ჩვეულებრივი ერაყელი მოქალაქეები, განსაკუთრებით ერაყის სუნიტი უმცირესობა, შუაში ექცევიან. მათთვის ირანის მხარდაჭერილი მილიციების სტრატეგიულ ტერიტორიებზე გაფართოება მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის. ისინი გრძნობენ, რომ თანდათანობით მათ გარკვეული რეგიონებიდან აძევებენ სექტარული ზეწოლითა და შეიარაღებული გავლენით. ბევრი სუნიტისთვის ირანის ჩარევა უკვე გადარჩენის საკითხია. მაგრამ თვითონ ერაყის შიიტურ მოსახლეობაშიც კი ირანთან დაკავშირებით ერთიანი შეხედულება არ არსებობს. ერაყელი შიიტების დიდი ნაწილი, მათ შორის მუქთად ალ-სადრის მხარდამჭერები, ასევე ეწინააღმდეგებოდნენ იმ სისტემას, რომელსაც ირანი ცდილობდა დაენერგა. ისინი არ სურდათ, რომ ერაყს თეირანის პოლიტიკური მოდელი გადაეღო. მათი ბრალდებები კი პირდაპირი იყო. მათი თქმით, ირანი ერაყს იყენებს როგორც დიდ ბაზარს საკუთარი პროდუქციისთვის. ამავე დროს ქვეყანა გამოიყენება როგორც ბრძოლის ველი საკუთარი ომებისთვის. მაგრამ არის ერთი რამ, რასაც ერაყის სხვადასხვა ჯგუფი ერთნაირად გრძნობს. და ეს არის ის, თუ როგორ იყენებს ირანი მნიშვნელოვან რესურსებს მათ წინააღმდეგ ზეწოლის ინსტრუმენტად. 2026 წლისთვის ირანმა რამდენჯერმე შეზღუდა წყლის ნაკადი ერაყის ტერიტორიაზე. მათ ასევე შეამცირეს გაზის ექსპორტი, რომელიც მნიშვნელოვანია ერაყის ელექტროენერგიის მიწოდებისთვის. ამის შედეგად მოხდა ელექტროენერგიის ხშირი გათიშვები, წყლის დეფიციტი და მასშტაბური ანტიირანული პროტესტები ერაყის სხვადასხვა ქალაქში. მაგრამ ბევრი ერაყელისთვის ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხი აღარ არის, ეს უკვე პირდაპირ გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. და მაშინ, როცა ირანთან დაძაბულობის მქონე ქვეყნების სია ფართოვდება, არის ერთი ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია ცდილობს თავიდან აიცილოს კონფლიქტი – კატარი. კატარის ურთიერთობა ირანთან სრულიად განსხვავებულია სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან შედარებით. მაშინ, როცა საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ღიად გამოხატავენ მტრობას თეირანის მიმართ, კატარმა არჩია ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინა. კატარი ცდილობდა კომუნიკაცია ღიად დაეტოვებინა და თავი რეგიონში შუამავლად დაემკვიდრებინა. წლების განმავლობაში ეს სტრატეგია მართლაც ეფექტური იყო. არსებობს პრაქტიკული მიზეზიც, თუ რატომ არ შეუძლიათ ამ ორ ქვეყანას უბრალოდ მტრები იყვნენ. კატარი და ირანი ერთად ფლობენ სოფლიოში უდიდეს ოფშორულ გაზის საბადოს. კატარში მას ნორთ დოუმი ეწოდება, ხოლო ირანში საუთ პარსი. ამიტომ ენერგეტიკის სექტორში მათი თანამშრომლობა უბრალოდ არჩევანი არ არის, მათ ერთმანეთი სჭირდებათ. ძნელია პირდაპირ ომის დაწყება იმ ქვეყანასთან, რომელიც შენს ყველაზე მნიშვნელოვან სიმდიდრის წყაროს გიზიარებს. თუმცა 2017 წელს სერიოზული გამოცდა დადგა. საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბარეინმა და ეგვიპტემ ყატარს სრული ბლოკადა დაუწესეს. მათი ერთ-ერთი ბრალდება იყო, რომ დოჰა ირანთან ზედმეტად დაახლოებულია. ხოლო ბლოკადის შედეგად ყატარი თეირანთან კიდევ უფრო დაახლოვდა.
ირანმა თავისი საჰაერო სიმვცე და პორტები ყატარის თვითმფრინავებსა და სატვირთო გემებს გაუხსნა. მათ ასევე საკობი პროდუქტების იმპორტი უზრუნველყოს, როცა ყატარს მიწოდების ჯაჭვში პრობლემები ჰქონდა. ამიტომ ყატარს კიდევ უფრო ძლიერი მიზეზი გაუჩნდა, რომ ირანთან ურთიერთობა შეენარჩუნებინა, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკადა 2021 წელს დასრულდა. კრიზისის შემდეგ ყატარმა კიდევ უფრო მეტად მიიღო შუამავლის როლი. მან მხარი დაუჭირა ირანის ბირთვულ შეთანხმებას და არაერთხელ მოუწოდა დიალოგისკენ, ვიდრე პირდაპირი დაპირისპირებისკენ ახლო აღმოსავლეთში. მაშინ როცა სპარსეთის ყურის ქვეყნების უმეტესობა კიდევ უფრო შორდება ირანს, ყატარს, თეირანთან, დიპლომატიური ურთიერთობები კვლავ ღია აქვს. ყატარი მიიჩნევს, რომ ირანისთვის სანდო ქვეყნად ყოფნა მას რეგიონში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მაგრამ 2025 წელს ეს რწმენა მოულოდნელად დაიმსხვრა. ირანის სამხრეთ პარსის გაზის საბადოზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ თეირანი მკაცრ შურისძიებას პირდება. და ამჯერად, როგორც ამბობენ, მათ აღარ გაარჩევიათ მთერი და ნეიტრალური ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ყატარი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ირანის მტერი არ გამხდარიყო, საბოლოოდ მაინც აღმოჩნდა საფრთხის შუაგულში. 2026 წლის 18 მარტს ირანის შორმანძილზე მოქმედმა რაკეტებმა დაარტყეს რას ლაფანის ინდუსტრიულ ქალაქს. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი თხევადი ბულებრივი აირის ობიექტი და ყატარის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი. შიგნით დიდი ზიანი მიადგა და დაახლოებით 17-დან 20%-მდე შემცირდა გლობალური თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება. ამის გამო ყატარ ენერჯი მიძულებული გახდა გამოეცხადებინა ფორს-მაჟორი. ყატარისთვის ეს მხოლოდ უბრალო სამხედრო დარტყმა არ იყო, ეს იყო პირდაპირი თავდასხმა ქვეყნისა და მისი ეკონომიკის საფუძველს. და სწორედ აქ შეიცვალა საბოლოოდ ყატარის ტონი ირანის მიმართ. 2026 წლის 19 მარტს დოხამ ყველა ირანელი სამხედრო და უსაფრთხოების ატაშე ირანის საელჩოში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და დაავალეს, რომ 24 საათში დაეტოვებინათ ქვეყანა. ამის შემდეგ ყატარის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე გამოაცხადა 10 ადამიანის დაკავების შესახებ. ორივე მოქალაქე და რეზიდენტი, რომლებიც თითქოსდად დაკავშირებულნი იყვნენ ორ ირანის რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებულ უჯრედთან, რომლებიც ყატარში მოქმედებდნენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყატარმა საჯაროდ აღიარა, რომ მათ ქვეყანაში მოქმედებენ ირანთან დაკავშირებული პროქსი ქსელები. ყატარის პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ ირანის მხრიდან სპარსეთის ყურის მეზობლების მიზანში ამოღება სისტემატური და დაგეგმილი იყო. მისი თქმით, ამ მოვლენებმა გაანადგურა ის, რასაც მან ყატარის დიპლომატიური იმუნიტეტის ილუზია უწოდა. მაგრამ ირანისა და რეგიონის ქვეყნებს შორის არსებულ ყველა დაძაბულობას შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მისი ურთიერთობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ისინი პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში მტრები არიან, დუბაი დიდი ხანია ირანული ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო ხაბია. ბევრი ათწლეულის განმავლობაში ირანული ფული, საქონელი და გადაზიდვის ქსელები დუბაიში მიედინებოდა. მაგრამ მაშინ, როცა დუბაი ბიზნესისთვის ღია, აბუ-დაბიში საქმე სხვანაირადაა. აბუ-დაბი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს არაბთა გაერთიანებული საამიროების უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ირანს დიდი ხანია პირდაპირ სტრატეგიულ საფრთხედ ავიქვამს. და მრავალი წლის განმავლობაში ეს იყო მათი ურთიერთობის დიდი კონტრადიქცია. ბიზნესში პარტნიორები არიან, მაგრამ უსაფრთხოების საკითხში მტრები. და ამ ყველაფრის ქვეშ არის ერთი ჭრილობა, რომელიც დღემდე არ მოშუშებულა. 1971 წლის 30 ნოემბერს, 2 დღით ადრე, სანამ არაბთა გაერთიანებული საამიროები ოფიციალურად გახდებოდა ქვეყანა, ირანის საზღვაო ძალებმა დაიკავეს აბუ მუსა, დიდი ტომბი და პატარა ტომბი. ამბობენ, რომ არაბი მცხოვრებლები გაასახლეს, პოლიციის სადგურები და სკოლები გაანადგურეს, შემდეგ კი ეს სამი კუნძული ირანის ნაწილად გამოაცხადეს. ბევრი ათწლეულის განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროები არაერთხელ ცდილობდა აბუ მუსას დიდი ტომბისა და პატარა ტომბის საკითხის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში გადატანას, მაგრამ ყოველჯერზე ირანი უარს ამბობდა. თეირანისთვის ეს კუნძულები სადავო ტერიტორია არ არის, სადგან ისინი დიდი ხანია ირანის ნაწილია. მაგრამ არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის ეს უბრალოდ ძველი საკითხი არ არის. ეს არის ჭრილობა, რომელიც დღემდე არ მოშუშებულა. ორი ქვეყნის დაძაბულობა კუნძულების საკითხით არ დასრულებულა. არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერს მხარს ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. და ის ასევე შეუერთდა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით შექმნილ კოალიციას იემენში ჰუთების წინააღმდეგ, რომლებიც დიდი ხანია თეირანს უკავშირდებიან. ქვეყანა მილიარდობით დოლარი დახარჯა მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ირანული რაკეტების საფრთხის წინააღმდეგ. 2027 წლისთვის ირანის მთავარი სამიზნე სპარსეთის ყურის რეგიონში გახდა არაბთა გაერთიანებული საამიროები. მინდევრობით დაზიანდა ბურჯ ალ-არაბი, დუბაის საერთაშორისო საფინანსო ცენტრი, ჯებელ ალი პორტი, რუაისის ნავთობგადამამუშავებელი და ფუჯაირას პეტროქიმიური კომპლექსი. ეს ადგილები ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია და ქვეყნის გლობალური იმიჯი, როგორც ფინანსური და სავაჭრო ხაბი.
ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსმა კიდევ დაადანაშაულა არაბთა გაერთიანებული საამიროები. თითქოს ისინი ეხმარებიან აშეთეშო სამხედრო ოპერაციებში რეგიონში. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ რაკეტებით ეპასუხა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სხვა გზა აირჩია. 2026 წლის 1 მაისს მან გამოაცხადა, რომ ტოვებს OPEC-ს. ბევრი ანალიტიკოსისთვის ეს ნაბიჯი უბრალოდ ნავთობის პოლიტიკის ცვლილება არ იყო. ბევრისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროების გასვლა OPEC-დან არის ნიშანი იმისა, რომ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ალიანსი იწყებს დაშლას. მოკლევადიან პერსპექტივაში მისი გავლენა ჯერ კიდევ შეზღუდულია, რადგან ომმა უკვე დიდი ზიანი მიაყენა რეგიონის ნავთობის წარმოებას. 2026 წლის მარტში OPEC-ის საერთო წარმოება გავრცელებული ინფორმაციით 27%-ით შემცირდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს ირანისთვის. როდესაც დაძაბულობა შემცირდება, არაბთა გაერთიანებული საამიროები უფრო თავისუფლად შეძლებს ნავთობის წარმოების გაზრდას კვოტის შეზღუდვების გარეშე. თუ გლობალურ ბაზარზე მიწოდება გაიზრდება, ეს შეიძლება ნავთობის ფასის შემცირების მიზეზი გახდეს. ეს არის სიტუაცია, რომელიც პირდაპირ დააზარალებს ირანის ეკონომიკას, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული ნავთობის შემოსავლებზე. მაშინ როცა არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკას ირანზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს, ქუვეითი სხვა ტიპის საფრთხის წინაშე დგას. 2003 წელს ქუვეითის ხელისუფლებამ აღმოაჩინა ირანის რევოლუციური გვარდიის ჯაჯაშუშური ჯგუფი, რომელიც ამერიკულ სამხედრო ბაზებს ქვეყანაში უთვალთვალებდა. შემდეგ 2015 წელს კიდევ უფრო დიდი სკანდალი აფეთქდა, რომელსაც აბდალის საქმე ეწოდა, სადაც ტონობით იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს, რომლებიც როგორც ამბობდნენ, ირანის რევოლუციურ გვარდიასა და ჰეზბოლას უკავშირდებოდა. 2027 წლისთვის დაძაბულობა კიდევ უფრო გამწოვდა, მას შემდეგ რაც ქუვეითმა დააკავა ჰეზბოლასთან დაკავშირებული ქსელი, რომელიც როგორც ითქვა, მკვლელობებისა და დივერსიული ოპერაციების დაგეგმვას აპირებდა. ამის შემდეგ ირანის დარტყმებმა ალ-ახმადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ერთი გამტნარების სადგური დააზიანა, რის შედეგადაც სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. რადგან ქუვეითი პირდაპირ სამხრეთ ერაყს ესაზღვრება, ის ყოველთვის ექვემდებარება IRGC-ის მხარდაჭერილი მილიციების გავლენას. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ქუვეითი ემორჩილება აშეთეშსა და გაეროს სანქციებს, ის ფრთხილად აბალანსებს ურთიერთობას თეირანთან, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი შიიტი მუსლიმია. მაგრამ თუ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ირანის კიდევ უფრო მეტად ეშინია, ეს ბაჰრეინია. ზოგი ირანელი ლიდერი მას ადრე ირანის მე-14 პროვინციადაც კი მოიხსენიებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას სუნიტი სამეფო ოჯახი მართავს, მოსახლეობის უმეტესობა შიიტია. ამიტომ ბაჰრეინი ირანს მხოლოდ რეგიონულ მეტოქედ კი არა, არამედ ქვეყნის სტაბილურობის პირდაპირ საფრთხედაც არ იქონს. დაძაბულობა კიდევ უფრო გამძაფრდა 1991 წლის სავარაუდო გადატრიალების მცდელობისა და 2011 წლის არაბული გაზაფხულის პროტესტების შემდეგ, რომლებიც მთავრობამ ირანის მხარდაჭერილ ოპერაციებად მიიჩნია. და 2027 წლისთვის ბაჰრეინის შიში რეალობად იქცა. მათ 650-ზე მეტი ირანული რაკეტა და დრონი ჩაჭრეს, რომელთა სამიზნე იყო აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბინა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. პასუხად მთავრობამ ფართომასშტაბიანი რეპრესიები ჩაატარა ირანთან კავშირში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ. ასობით ადამიანი დააკავეს და ზოგიერთს მოქალაქეობა ჩამოართვეს. მაგრამ პოლიტიკასა და რელიგიაზე მეტად კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანს ეშინიათ. ეს არის მისი სტრატეგიული უპირატესობა. ირანი აკონტროლებს ჰორმუზის სრუტის ჩრდილოეთ მხარეს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მარშრუტია. 2026 წელს ირანმა ფაქტობრივად ბლოკადა დააწესა, რამაც მნიშვნელოვნად შეაჩერა საზღვაო გადაზიდვები და გაზარდა გლობალური ნავთობის ფასები. გარდა ამისა, ირანული რაკეტებისა და დრონებისთვის მარტივ სამიზნეს წარმოადგენს სპარსეთის ყურის ქვეყნების გამტკნარების ქარხნები, რომლებიც რეგიონში სუფთა წყლის მთავარი წყაროა. რაც შეეხება სამხედრო შესაძლებლობებს, ირანს დაახლოებით 2500-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა აქვს. როდესაც დაძაბულობა იზრდება, სპარსეთის ყურის ქვეყნების ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის სისტემები სწრაფად იცურება, რადგან ირანული დრონები ბევრად იაფია იმ რაკეტებთან შედარებით, რომლებიც მათ ჩამოსაგდებად გამოიყენება. მაგრამ საბოლოოდ ირანის ბირთვული პროგრამაა ის, რასაც რეგიონი ყველაზე მეტად ეშინია. 2025 წლისთვის ირანის ურანის გამდიდრებამ თითქმის იარაღისთვის საჭირო დონეს მიაღწია. ამის გამო ირანს ბირთვული იარაღის ზღვართან ყოფს სახელმწიფოდ მიიჩნევენ. და სანამ ამერიკა და ისრაელი სრულმასშტაბიან შეჭრას არიდებენ თავს, თეირანი აგრძელებს პროქსი, ჯგუფების როგორიცაა ჰეზბოლა, PMF-ის მილიციები და ჰუთები, გამოყენებას, რათა გააფართოვოს თავისი გავლენა ახლო აღმოსავლეთში. იორდანიის მეფე აბდულა მეორემ ამას შიიტურ ნახევარმთვარედ უწოდა, რაც ირანის გავლენის მზარდ ქსელს ნიშნავს მთელ რეგიონში.